საქართველოში ჯანდაცვა მილიარდიანი ბიზნესია, სადაც კლინიკების უმეტესობა გერძოა და ბაზრის პრინციპებით მუშაობს. Ამ დროს ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ექიმთან მისვლა მისთვის ფუფუნებაა. როცა ჯანმრთელობა ფასია დამოკიდებული, ესეთი სისტემა რამდენად სამართლიანია. დღეს ქუჩაში ვკითხავთ მოქალაქეებს, რამდენად ემსახურებათ მათ ჯანდაცვის სისტემა. როცა გჭირდებათ, როცა რამე გტკივა, ექიმთან ვიზიტი შეგიძლიათ თუ არა და წამლების ფასებზე. ხო იცით ისედაც პასუხი. ანუ აქ თუ არ კვდები და უკიდურესი შემთხვევა თუ არ გაქვს, მაშინ ვერ მიხვალ ფიზიკურად. მქონია ეგეთი შემთხვევა, როცა შესვლის დროს რაღაც გადაუდებელი როცა ყოფილა და სასწრაფო დახმარების მანქანას გადაუყვანი ვარ, შესვლის დროს ხელს გაწერნებენ ეგრევე რომ აი 200 ლარია გადასახდელი, თანახმა ხარ, არ ხარ. თუ არ ხარ თანახმა გიშვებენ რაც არ უნდა გჭირდეს და ნუ გამოსვლის დროს დამითვალე 360 ლარი. ანუ ჭუჭყიან საწოლში რომ გავატარე 12 საათი ამის გამო. გასინჯამენ რაღაცა დაგიდგენენ და გამოგეწარენ მილიონ წამლებს და ტყუილია მე უნდა იქ ფული მე აფთიაქში ფული სად არის ფული რომ 60-ს მიკავებენ იმიტომ რომ სესხი მაქვს აღებული ლიბერტი ბანკიდან ფეხები მაქვს გაბუჟებული მის უმეტეს ხუსლები ფეხის გულები მივედი იმაში რა ქვია საბურთალოში არის ისა კლინიკა ავერსი მასალეს არ ვიცოდი მე. მივედი სინამ ექიმთან, მივედი უსპად. მომარტყეს 120 ლარი გასინჯვაში. მე ვუთხარი, მე ამდენი ფული არ მაქვს. და მე ვუთხარი, მე კარგი ხო, აი ეს ფული როგორმე გადავიხადე და მივედი იქამდე რომ უნდა გავიკეთო ოპერაცია. და გარანტირებული ვიღართ, მე ვუთხარი, ის ოპერაცია მე მარგებს სასარგებლო ჩემთვის. ეს უკვე ჩვენზე არ არის. აბა ვისა დამოკიდებული. აბა ფული გადავყარო იქ და წყუილა მე ვუთხარი. აი ესეა სუყარა შვილო. არ ვიცი მე რამდენჯერაც დავწექი სამონტყოფოში უფასოდ მქონია ყველაფერი და სხვა არ ვიცი. წამლებზე რა ხდება? წამლებს ვიდულობ? წამლები კი ძვირია, მაგრამ რას ვიზავთ? ალბათ ფასები არ არის პირდაპირ პროპორციული ხარისხთან შესაბამისი. ვიღაცას აქვს სახელი მოპოვებული, ფასები შესაბამისად არაადეკვატური არის ხოლმე ხშირად და მისი კვალიფიციურობა კიდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე. წამლების ფასიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ გაძვირებული არის, თუნდაც პენსიონერებისთვის. არ არის საკმარისი დაფინანსება ონკოპაციენტებისთვის წამლებზე. მე საყვარელო რომ ყავს ერთი ექიმი, ერთი სამამტყოფო, იქ რომ მივდივარ, ყველაფერი კარგადაა რა, აი რამდენი წლის ქალი ვარ და სულ იმათთან დავდივარ. ვარ ძალიან მაყოფილი. 5 წამალს უფასოდ მაძლევენ. როგორც პენსიონერს ხო გოგოთის ჩვენ და რა ვიცი. აფთიაქებში ცოტა რა თქმა უნდა მაღალი ფასებია. არის რაღაცა რაც არ არის დაფინანსებული და უარის თქმა გვიწევს. და ხარისხზე რას მეტყოდით? საშინელება. აი, როგორი გამოცდილება გაქვთ? ძალიან ცუდი, ანუ არანაირი რიგი, არანაირი, ანუ იცით როგორი ის არის? ჯანდაცვაში როცა მივდივარ პოლიკლინიკაში კერძოდ, თუ არ ხარ დაზღვეული ან ფასიანი პაციენტი, გვერდზე გადაგდებენ და ჯერ იმას ემსახურებიან, შემოდიან ჭორაობენ. ეს დაზღვევით არის, თუ არ არის გაიგებენ, თუ არ არის დაზღვევით არის საყოველთაოთი, ჯდებიან და ლაპარაკობენ. ანუ არანაირი მოწესრიგება არ არის არანაირად. ასევე ონკოპაციენტი მყავს და არანაირი დაფინანსება არ აქვს ონკოპაციენტებს. მე პენსიონერი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ვერ მივდივარ ისე ექიმთან, როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ძვირი ღირს 100 ლარი ღირს კონსულტაცია. ეხლა პენსიონერს რაც ეკუთვნის სიტყვაზე, რაღაცა ეკუთვნის. იმას ისარგებლებ, მაგრამ სპეციალისტთან რომ მიხვიდე დაუშვათ სახსრების ექიმი იქნება თუ რაღაცა სხვა სპეციალისტი, ეს უკვე ძალიან ძნელი არის. ძალიან ძნელია და მithumetes წამლები, ძალიან ძვირია წამლები. აი რაც ქრონიკული არის, მაგალითად წნევა თუ რაღაცა ქოლესტერინი, ამ წამლებზე ფასდაკლება არ არის. და ისე რაღაცა დღეები არის რომ აკლებენ ფასს, მაგრამ აი რაც ხშირად სჭირდება ადამიანს, იმაზე არ არის ფასდაკლება. ყველა თითქმის ამას ამბობს, რომ პენსიონერებისთვის კარგი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს, თითქმის ყველაფერი ნაზღაურდება. არა, იცით რა არის? არის მიხვალ ანალიზს აიღებს საერთოს რაღაცა, მაგრამ ის რაც ძირითადი ანალიზი არის, იქ უკვე უნდა დაამატო ფული, 150 ლარი მაინც უნდა დაამატო, რომ დაუშვათ რაღაცა კიდე ანალიზი გააკეთო. იქ ერთი კვლევა არის, დაუშვათ ის ჩაგიტარდება უფასოდ, მაგრამ დანარჩენი კვლევები უკვე შენ უნდა გადაიხადო. არ ვიცი, ყველა იმას ფიქრობს, რომ როგორმე
გლეხია თუ ვინც არის თუ მოატყუოს. ეს რანაირი ქვეყანა რა არის კაცო. ამიტომ ხალხი ვეღარ მიდის ვერც კლინიკაში, ვერც აფთიაქში. რა გავაკეთე? ამათი თო არ შეიძლება ვინც არ უნდა იყოს ფული და ყველა გადასულია ფულის კეთებაზე შვილო.